ჯორდან ბ. პეტერსონი ცხოვრების 12 წესი ქაოსის ანტიდოტი ნორმან დოიჯის წინასიტყვაობა წესები მეტი წესი სერიოზულად თუ არ არის ჩვენი ცხოვრება ამ აბსტრაქტული წესების გარეშეც საკმარისად რთული და შებოჭილი იმ წესების გარეშეც, რომელთა შემოღების დროსაც ჩვენს ყოფაში არსებული უნიკალური გარემოებები მხედველობაში საერთოდ არ მიიღება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის გონება მოქნილია და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვითარდებით, რატომ გგონია, რომ რამდენიმე ზოგადი წესი ნებისმიერ ჩვენგანს მოერგება? ადამიანები წესების დადგენას არ ითხოვდნენ. ბიბლიაშიც კი. როდესაც მოსე მისი ხანგრძლივი არ ყოფნის შემდეგ ქვის ფილებზე ამოტვიფრული მცნებებით მთიდან ეშვება. იგი განცხრომაში მყოფ ისრაელიანებს აღმოაჩენს. ფარაონის ტირანიას 400 წელი უძლებდნენ. შემდეგ კი მოსემ მონობისგან განსაწმენდად ველურ სასტიკ უდაბნოში 40 წლით სახეტიალოდ გაიმეტა. გათავისუფლებულებს სიხარულისგან კონტროლი აქვთ დაკარგული და ყველანაირი გარყვნილებისა და სხეულის ხრწნის სიმბოლოს ოქროს ხბოს კერპის გარშემო თავაშვებულად ცეკვავენ. თქვენთვის ორი ამბავი მაქვს. ერთი კარგი, მეორე ცუდი. მიმართავს მათ კანონმდებელი. რომელი ამბით გინდათ რომ დავიწყო? კარგი, იყვირეს ჰედონისტებმა. დავარწმუნე, რომ 15 მცნებიდან 10 დაეტოვებინა. ალილუია, იხუვლა უმართავმა ბრბომ და ცუდი მრუშობა კვლავაც აკრძალულია. ასე და ამგვარად წესებს ვერსად წავუვალთ, მაგრამ ბევრიც არ გვინდა. წესების მიმართ მაშინაც კი, როცა ვიცით ისინი ჩვენთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გვაქვს. გამბედავი მტკიცე ხასიათის არსებები ვთვლით, რომ წესები გვზღუდავს. ნორმების არსებობას ჩვენი ცხოვრების დალაგების მცდელობის დაცინვად აღვიქვამთ. ხოდა გვიჩნდება კითხვა, რატომ უნდა განგვსაჯოს ვინმე მსხვისი დადგენილი წესებით? მაინც განგვსჯიან. რაც უნდა იყოს ღმერთს მოსესთვის 10 რჩევა ხომ არ მიუცია, არამედ 10 სახელმძღვანელო წესი გადასცა. როგორც თავისუფალ ადამიანს ბრძანებაზე სავარაუდოდ მსგავსი რეაქცია მექნება. ჩემთვის სიკეთეც რომ უნდოდეს არავის ღმერთსაც არა აქვს უფლება მითხრას რა და როგორ გავაკეთო. თუმცა ოქროს ხბოს ისტორია იმასაც გვახსენებს, რომ წესების გარეშე სწრაფად ვემონებით ჩვენსავე ვნებებს და ამას თავისუფლების არაფერის ცხია. ეს ამბავი მეცაც გვასწავლის. მოძღვრის გარეშე მიტოვებულები გაუაზრებლად არასწორ მიზნებს ვისახავთ და ცუდი თვისებების დაფასებას მივდევთ, რაც ამ შემთხვევაში ჩვენივე ცხოველური ინსტინქტების უმართავი გზებით გამოვლენის ამსახველი კერპის თაყვანისცემით გამოიხატება. ეს ძველი ებრაული ისტორია ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ძველ დროში ხალხს ცივილიზებული ქცევის პერსპექტივისადმი. როცა ჩვენი თვალთახედვის დასახვეწად და სტანდარტების ასამაღლებლად გამიზნული წესების საერთოდ არც არსებობდა. ბიბლიური მოთხრობების სილამაზე ვფიქრობ ისაა, რომ თითოეული მათგანი იურისტისა თუ ადმინისტრატორის შედგენილი დოკუმენტის მსგავსად მხოლოდ წესების ჩამონათვალს როდი წარმოადგენს. ცალ-ცალკე აღებული ყოველი მათგანი რაიმე დრამატულ მონათხრობშია ჩაქსოვილი, რომელიც ამ წესის საჭიროებას ცხადყოფს და მის გაგებასაც აადვილებს. ანალოგიურად ამ წიგში მის 12 წესს
პროფესორი პეტერსონიც კი არ გვახვევს თავს. არამედ ისიც ისტორიებს გვიყვება და მათი დახმარებით გვიხსნის, რომ საუკეთესო შედგენილი წესები კი არ გვზღუდავს, არამედ უფრო სრულყოფილი და თავისუფალი ცხოვრებისკენ გვიბიძგებს და მიზნების მიღწევას გვიადვილებს. ამ ამბების თხრობისას იგი სხვადასხვა სფეროში დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას მოიხმობს. პირველად ჯორდან პეტერსონს 2014 წლის 12 სექტემბერს ჩვენი საერთო მეგობრების ტელეპროდიუსერ უოდეკ ზენბერგისა და ექიმ-თერაპევტ ესერა ბეკეირის სახლში უოდეკის დაბადების დღის წვეულებაზე შევხვდი. უოდეკი და ესთერა პოლონელი ემიგრანტები არიან. ისინი საბჭოთა იმპერიაში გაიზარდნენ. იქ, სადაც მრავალი თემა იყო აკრძალული და სოციალური წყობილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება თუ ფილოსოფიური იდეებში, იოტის ოდენა ეჭვის შეტანაც კი დიდ უსიამოვნებებს მოასწავებდა. ახლა მას პინძლები ძალდაუტანებლად გულწრფელი საუბრით, გაცხოველებული მსჯელობისა და იდეების გაცვლა-გამოცვლის მიზნით გამართული დახვეწილი წვეულებებით ირთობდნენ თავს. მთავარი წესი საკუთარი აზრის დაუფარავად გამოხატვა იყო. თუ კი საუბარი პოლიტიკას ეხებოდა, როგორც წესი დისკუსიაში სხვადასხვა პოლიტიკური რწმენა წარმოდგენის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ და მსგავს განხილვებს მოუთმენლადაც ელოდნენ, რაც დამეთანხმებით იშვიათობაა. ისეც ხდებოდა, რომ უოდეკსაც დასცდებოდა რაღაც. ზოგჯერ სიცილით წასკდებოდა და ვინც წააქეზა და გულის ნადების გამიზნულზე უფრო დაჟინებით გამოთქმისკენ უბიძგა ან გააცინა, იმას ეხუტებოდა. უოდეკის სითბო და გულღიაობა წვეულებების შეუცვლელი საუკეთესო ნაწილი იყო და მასთან კამაც ღირებულს ხდიდა. ესთერას წკრიალა და ცოცხალი ხმა მსმენელს გულში სწუდებოდა. ჭეშმარიტი გრძნობების ამოხეთქა იქ შეკრებილ საზოგადოებას ნამდვილად არ ძაბავდა პირიქით. ერთ სიმართლეს მეორე მოყვებოდა და ჩვენ უფრო და უფრო თავისუფლად ვიქცეოდით. ბევრს ვიცინოდით და საღამოც ძალზე სასიამოვნო ხდებოდა. ზენბერგ ბეიკერის წყვილის მსგავს აღმოსავლეთ ევროპელების ოჯახში ყოველთვის იცოდი, ვისთან და რასთან მქონდა საქმე, რაც სასიამოვნო იყო. მწერალმა ონორე დე ბალზაკმა მშობლიურ საფრანგეთში გამართული მეჯლისები და წვეულებები აღწერა და შენიშნა, რომ თვითოეული წვეულება რეალურად ორ ნაწილად იყო გაყოფილი. დასაწყისში შთაბეჭდილების მოხდენის მსურველები იკრიბებოდნენ. დამსწრე საზოგადოებიდან ზოგიერთი საკუთარი სტატუსის განსამტკიცებლად და სილამაზეში დასარწმუნებლად მოდიოდა. ნამდვილი დროს ტარება მაშინ იწყებოდა, სტუმრები რომ დაიშლებოდნენ და თითქმის ყველა წავიდოდა. საუბარში ყველა ერთვებოდა და თავდაჭერილ სიცილს გულიანი კისკისით ცვლიდა. ესთერასა და უოდეკის წვეულებაზე კი მსგავსი გულახდილობა და სიახლოვე ოთახში ფეხის შედგმისთანავე იგრძნობოდა. თმა შევარცხლილი უოდეკი მუდამ ინტელექტუალების ძიებაშია. იცის როგორ უნდა იპოვნოს ადამიანები, ვისაც ტელეკამერის წინ დამაჯერებელი და ბუნებრივი საუბარი შეუძლიათ, რადგან უბრალოდ ასეთები არიან და კამერა ამას ხედავს. სალონში ასეთ ხალხს ხშირად ეპატიჟებოდა. იმ დღეს ჩემი მშობლიური ტორონტოს უნივერსიტეტიდან ფსიქოლოგიის პროფესორი ყავდა მოწვეული, რომელიც ყველა აუცილებელ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ჭკვიანიც იყო და ემოციურიც. უოდეკი პირველი გახდათ, ვინც ჯორდან პეტერსონი კამერის წინ დააყენა და მასში მოსწავლეების მაძიებელი მასწავლებელი დაინახა. რადგან ის ყოველთვის მზად იყო ვინმესთვის რაღაც აეხსნა. პეტერსონს ისიც დაეხმარა, რომ კამერასთან მუშაობა მოსწონდა და კამერაც არ ჩანდა მის მიმართ გულგრილი. იმ საღამოს ზენბერგ ბეიკერის ბაღში გაშლილ დიდ სუფრას მჭერმეტყველი ვირტუოზების ჩვეული წრეეჯდა გარშემო. თუმცა პაპარაცებივით მოზუზუნე ფუტკრების გუნდმა მართლაც რომ სული ამოგხადა. ჩვენს მაგიდასთან კოუბოის ჩექმებში გამოწყობილი
აბლეტარული აქცენტის მქონე ჯგუფის ერთი ახალი წევრიც იჯდა, რომელიც ფუტკრებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და საუბარს ვითომც აქ არაფერიაო ისე განაგრძობდა, მაშინაც კი, როდესაც ყველანი მუსიკალური სკამებით თამაშით ვიქცევდით თავს და ვცდილობდით როგორმე ამაბეზარი არსებებისთვის თავი დაგვეღწია. ამავდროულად მაგიდასთან დარჩენაც გვინდოდა, რადგან ჩვენი თავყრილობის ეს ახალი წევრი ძალიან საინტერესოდ გვეჩვენებოდა. ერთი უცნაური ჩვევა აღმოაჩნდა. მნიშვნელობა არ ქონდა ვინ იჯდებოდა მაგიდასთან. ღრმა შინაარსიან კითხვებს მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ახალი გაცნობილი ყავდა, წარფში უხრელად უსვამდა, ისე თითქოს ამინდზე ელაპარაკებოდა. თუ კი უფრო ტრივიალური თემებით საუბარს იწყებდა, შეეძლო უწყინარი კითხვის დასმიდან, მაგალითად, უოდექსა და ესტერას საიდან იცნობ, ან ფრაზიდან ერთი პერიოდი მეფუტკრე ვიყავი, ამას მიჩვეული ვარ, თვალსა და ხელს შუა ნანოწამების ინტერვალში სერიოზულ თემაზე გადასულიყო. მსგავსი შინაარსის საუბარი ისეთ წვეულებებზე შეგიძლიათ მოისმინოთ, სადაც პროფესორები და ასევე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები იკრიბებიან. მაგრამ როგორც წესი, ასეთი განხილვა საჯარო არაა. უფრო ორი სპეციალისტი ერთმანეთში რაიმე თემის გარშემო სადმე კუთხეში შეყუჟული მსჯელობს. ან თუ კი დისკუსია ჯგუფურია, ვინმე მაინც იწყებს ყოყლოჩინობას. პეტერსონი მიუხედავად იმისა, რომ ერუდიტი იყო, პედანტობას არ იჩენდა, თავმოწონებას არ ავლენდა. იმ ბავშვის ენთუზიაზმს ასხივებდა, რომელმაც სანამ გაიგო რა მოსაწყენი არიან მოზრდილები, რაღაც ახალი აღმოაჩინა და უნდა ყველას საჩქაროდ გაუზიაროს. რადგან სჯერა, რომ თუ მისთვის რაიმე საინტერესოა, სხვებისთვისაც ასე იქნება. იყო ამ კოუბოიში რაღაც გულწრფელი და უმანკო. ისეთ საკითხებს წამოჭრიდა, თითქოს ყველანი ერთ პატარა ქალაქშიან და სულაც ერთ ოჯახში ვიზრდებოდით და ადამიანური ყოფის ერთსა და იმავე პრობლემაზე ვფიქრდებოდით. პეტერსონს ექსცენტრიკულს ნამდვილად ვერ უწოდებდით. უამრავი სტანდარტული მიღწევა ჰქონდა. იგი ჰარვარდის პროფესორი იყო, ნამდვილი ჯენტლმენი. რამდენადაც შეგვიძლია, რომ ეს შეფასება კოუბოის მიმართ გამოვიყენოთ. თუმცა 1950-იან წლებში სოფლად ცხოვრების სულისკვეთებით გამსჭვალული სიტყვებს ჯანდაბა და წყეული ხშირად იყენებდა. მიუხედავად ამისა, მის თითოეულ სიტყვას ყველა აღფრთოვანებით ისმენდა, რადგანაც იმ საკითხებს განიხილავდა, რაც მაგიდასთან ყველა მჯდომს აღელვებდა. იყო რაღაც განმათავისუფლებელი, გაუფილტრავად მოსაუბრე ადამიანთან ურთიერთობაში. პეტერსონი მოტორულად აზროვნებდა, თითქოს ხმამაღლა ფიქრი სჭირდებოდა, თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელი ზონა უნდა აემუშავებინა. თუმცა თავის მხრივ ამ ნაწილსაც სწრაფად უნდა ემოძრავა, რომ იდეა დაძრულიყო. მისი გონების ჩარხი უქმად ყოფნის დროსაც სწრაფად ბრუნავდა. შთამაგონებელი აზრები ჰქონდა. არაერთი აკადემიკოსისგან განსხვავებით, ვინც პირველად გამოთქმულ პოზიციას კბილებით იცავდა, მოსწონდა, როდესაც ვინმე ეკამათებოდა, ან რაიმეს უსწორებდა. ცოფებს არ ყრიდა. თუ შეამჩნევდა, რომ საქმე ზედმეტად ზოგადად მიუდგა, იტყოდა. და ჩაიცინებდა. აფასებდა მედლის მეორე მხარეს, რომ აჩვენებდნენ. აშკარა იყო, რომ პრობლემის გადაჭრისას ფიქრი მისთვის დიალოგის პროცესის ნაწილი გახლდათ. კიდევ ერთი უცნაურობა ახასიათებდა. ერუდიტის კვალობაზე პეტერსონი ფრიად პრაქტიკული იყო. მისი მოყვანილი მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. იქნებოდა ეს ბიზნესის მართვა, ავეჯის დამზადება, თვითონაც ქონია ბევრი რამ გაკეთებული. სახლის დაპროექტება, ოთახის ლამაზად მოწყობა. ახლა უკვე ინტერნეტ მიმადრომა აქცეული. ან განსაზღვრულ შემთხვევაში განათლებასთან, რომელიც ეხებოდა მის მიერ შექმნილ ონლაინ პროექტს უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა დასახმარებლად, იმ მიზნით, რათა სკოლა არ მიეტოვებინათ.
მათ ფსიქოანალიტიკურ სავარჯიშოს სთავაზობდა, რომლის ფარგლებშიც თავიანთი წარსულის აწმყოსა და მომავლისთვის სპონტანური ასოციაციები უნდა მიესადაგებინათ. ახლა ეს სავარჯიშო თვითშემოქმედების პროგრამის სახელითაა ცნობილი. ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა შუადასავლური ტიპაჟები, პრერიელი ფერმერები, ბუნების შესახებ ყველაფერი რომ იციან, ან ხალხი პატარა ქალაქიდან თუ დასახლებიდან. ისეთი ადამიანები, ვინც მკაცრ პირობებში დამოუკიდებლად შრომას არიან მიჩვეულნი. მეტწილად თვითგანათლება რომ აქვთ მიღებული და მიუხედავად ყველაფრისა უნივერსიტეტში მაინც მოხვდნენ. მეჩვენებოდა, რომ სრულიად განსხვავდებოდნენ დახვეწილი, მაგრამ გარკვეულწილად არაბუნებრივი ქალაქელებისგან, ვისთვისაც უმაღლესი განათლება რაღაც წინასწარ განსაზღვრული უფროა და სწორად ამ მიზეზის გამო მსგავსი შესაძლებლობების არსებობას არასათანადოდ აფასებენ. ან და უბრალოდ არათავისთავად მიზნად, არამედ უფრო კარიერული წინსვლის ერთ-ერთ ეტაპად აღიქვამენ. დასავლელები კი განსხვავებულები იყვნენ. ყველაფერს თავიანთი შრომით მიაღწიეს, რადგან არ თვლიან, რომ პრივილეგირებულ ან განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებენ. ბევრად მეგობრული და ნაკლებად კუდაბზიკა ხალხია, ვიდრე ის ქალაქელები, ვინც მთელ დღეებს დახურულ შენობებში კომპიუტერის კლავიატურაზე კაკუნში ატარებენ. ამ კოუბოი ფსიქოლოგს მხოლოდ ის ადარდებდა მისი იდეა ვინმეს რამეში გამოსდგომოდა. დავმეგობრდით. მან ჩემი როგორც ლიტერატურის მოყვარული ფსიქიატრისა და ფსიქოანალიტიკოსის ყურადღება მიიპყრო, რადგან არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ექიმი იყო, არამედ ეტყობოდა, რომ წიგნებშიც კარგი გემოვნება ჰქონდა. რუსული რომანები, ფილოსოფია და უძველესი მითოლოგია არა მხოლოდ ძლიერ უყვარდა, არამედ მათ როგორც კაცობრიობის უძვირფასეს მემკვიდრეობას ისე ეპყრობოდა. გარდა ამისა, პიროვნების მახასიათებელ ნიშან-თვისებებსა და ტემპერამენტზე არაჩვეულებრივი კვლევა ჰქონდა ჩატარებული და ნევროლოგიაც ჰქონდა შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჰევიორისტი ანუ ქცევის სპეციალისტი იყო, ფსიქოანალიზი ძლიერ იზიდავდა. უფრო კონკრეტულად სიზმრები, არქეტიპები ან და ბავშვობაში გადატანილი კონფლიქტის ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი ნიშნები, ყოველდღიურ ცხოვრებაში თავდაცვის მექანიზმების რაციონალიზაციის როლი აინტერესებდა. გამორჩეული პიროვნება იმითაც იყო, რომ ერთადერთი გახლდათ ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტიდან, ვისაც კლინიკური პრაქტიკა ჰქონდა გავლილი. როცა ვსტუმრობდი, ჩვენი საუბარი ყოველთვის მეგობრული კამათით და სიცილ ხარხარით იწყებოდა. კარს პატარა ქალაქ ალბერტას მკვიდრი, ასეთი პეტერსონი გაგიღებდათ. მისი თინეიჯერობის პერიოდი ნამდვილად მოგაგონებდათ ფილმ ფუბარის სიუჟეტს. მან და მისმა მეუღლემ ტემი მსახლი მთლიანად გამოაცარიელეს და ალბათ ყველაზე მიმზიდველ და შოკის მომგვრელ საცხოვრებლად გადააკეთეს, რაც კი საშუალო ფენის ოჯახში მინახავს. მათ უამრავი რამ ჰქონდათ, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში, მოჩუქურთმებული ნიღბები, აბსტრაქტული ნახატები და ლენინისა და სხვა პირველი კომუნისტების საბჭოთა კავშირში შექმნილი პორტრეტების უზარმაზარი კოლექცია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი, SSRK დაიშალა და მსოფლიოს დიდმა ნაწილმა მართლაც რომ შვებით ამოისუნთქა, პეტერსონმა ხელოვნების ამ პროპაგანდისტული ნიმუშების შესყიდვა ინტერნეტით, კაპიკებში თითქმის ნაჩუქარ ფასად დაიწყო. საბჭოთა რევოლუციური სულისკვეთებით შესრულებული ნახატები სახლის თითოეულ კედელს, ჭერს, აბაზანოებსაც კი მთლიანად ავსებდა. ნახატები ჯორდანს იმიტომ კი არ ქონდა, რომ რაიმე ტოტალიტარული სიმპათია ამოძრავებდა, არამედ უნდოდა ხსომებოდა, რაც თითქმის ყველას ერჩივნა დაევიწყებინა, რომ ოდესღაც უტოპიის სახელით ასობით მილიონი ადამიანი დახოცეს. ფაქტობრივად კაცობრიობის გამანადგურებელი მანიაკური იდეის გამომხატველი აჩრდილების სურათებით მორთულ მოკაზმულ სახლთან შეჩვევა დამჭირდა. შექმნილ ატმოსფეროს პეტერსონის არაჩვეულებრივი მეუღლე, მართლა საოცარი პიროვნება ტემი ამსუბუქებდა, რომელიც თვითგამოხატვის მის ამ უჩვეულო მოთხოვნილებას სრულიად უჭერდა მხარს.
ნახატები ოჯახის სტუმარს თავდაპირველ წარმოდგენას უქმნიდა იმაზე, თუ რამდენად იყო ჯორდანი ადამიანის სიკეთის სახელით ბოროტების ჩადენის უნარითა და თავის მოტყუების ფსიქოლოგიური ფენომენის არსებით შეშფოთებული. ორივეს გვაინტერესებს, მაინც როგორ შეიძლება კაცმა საკუთარი ტყუილი დაიჯეროს. საათობით გვისაუბრია მეორე შედარებით მცირე და უფრო იშვიათ პრობლემაზე ადამიანის შესაძლებლობაზე. ცუდი საქციელი ბოროტების გაკეთების მიზნით ჩაიდინოს. სხვას ზიანი მხოლოდ იმისთვის მიაყენოს, რომ შემდეგ მისი ტანჯვის ყურებით დატკბეს. ეს მე-17 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელმა პოეტმა ჯონ მილტონმა ჩინებულად აღწერა ცნობილ ნაწარმოებში დაკარგული სამოთხე. ასე ვისხედით ერთი მეორეზე უცნაური ხელოვნების ნიმუშებით გარშემორტყმული პეტერსონების სამზარეულოში. ჩაის მივირთმევდით და ჯორდანის გულწრფელი სურვილის ვიზუალურ გამოხატულებას შევყურებდით. გაცვეთილი მემარცხენე თუ მემარჯვენე იდეოლოგების მიღმა რაღაც დაგვენახა და გვეცადა როგორღაც წარსულის შეცდომები აღარ გაგვემეორებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სამზარეულოში ჩაის მირთმევა ოჯახური ამბების ან შემაძრწუნებელი პორტრეტების ფონზე, რომელიმე ჩვენგანის მიერ ბოლოს წაკითხული წიგნის განხილვა უჩვეულო კი არა ბუნებრივიც იყო. ცხოვრების 12 წესის დაწერამდე მის პირველ და ერთადერთ წიგნში Maps of Meaning მნიშვნელობის გზამკვლევი ჯორდანი მსოფლიო მითოლოგიის არაერთ უნივერსალურ საკითხს ეხება. თავის ღრმა შეხედულებებს გვიზიარებს და გვიხსნის, როგორ შექმნა სხვადასხვა კულტურის ხალხმა ის ისტორიები შემდგომ ცხოვრების იმ ქაოსთან გამკლავებაში, რომ გვეხმარება, რომელშიც დაბადებისას ხვდებით. ქაოს გარე სამყაროში იქნება თუ ჩვენს გონებაში, ყველაფერს ამოუცნობს იდუმალებით მოცულ იმ ტერიტორიას უწოდებთ, რომელიც უნდა გადავლახოთ. თითქმის 2000 წლის წინ გამოცემულ წიგნში Maps of Meaning ერთმანეთს ევოლუცია, ემოციის ნევროლოგია, იუნგის, ფროიდის რჩეული ნაშრომები, ნიცშეს, დოსტოევსკის, სოლჟენიცინის, ელიადეს, ნოიმანის, პიაჟეს, ფრიესა და ფრანკლის შესანიშნავი სამეცნიერო თხზულებები ერწყმის. იგი ჯორდანის მხრიდან ადამიანისა და მისი გონების შეცნობის მცდელობას, მის დაინტერესებას ასახავს. თუ როგორ ერგება ხალხი იმ არქეტიპულ სიტუაციებს, რომლებიც მაშინ წარმოიშობა, როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც ისეთ წავაწყდებით, რაც არ გვესმის. Maps of Meaning-ის მთელი ბრწყინვალება ის არის, რომ ნათლად გვაჩვენებს, რა კავშირი აქვს გარემოებების ამ ერთობლიობას ევოლუციასთან. რამდენად ღრმა ფესვები აქვს ჩვენს დნმ-სა და გონებაში, უძველეს ამბებში გამდგარი. ჯორდანი გვიხსნის, რატომ შემოგრჩა ეს ისტორიები. იმიტომ, რომ გაურკვევლობასთან ბრძოლასა და შეუცნობელთან გარდაუვალ შეჭიდებაში ჯერ კიდევ გვეხმარება. იმ წიგნის არაერთი ღირსებიდან, რომელსაც ახლა კითხულობთ, ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ის Maps of Meaning-ში შესაღწევ საშუალებად გამოდგება. ეს უკანასკნელი ვთვლი, რომ ჯორდანის უაღრესად რთული ნამუშევარია. მისი წერისას იგი ფსიქოლოგიისადმი თავის მიდგომას ჯერ კიდევ აყალიბებდა. Maps of Meaning ფუძემდებლური მნიშვნელობის წიგნია, რამდენადაც უნდა განსხვავდებოდეს ჩვენი გენები და ცხოვრებისეული გამოცდილებებით განვითარებული ტვინები ერთმანეთისგან. ქაოსიდან წესრიგის შექმნის ცდელობის გზაზე დამდგარს, ცხოვრებაში რაღაც გაურკვევლობასთან გამკლავება მაინც თვითოულ ჩვენგანს უწევს. სწორედ იმიტომ, რომ წიგნში მოცემული Maps of Meaning-ზე დაყრდნობით შემუშავებული წესები გარკვეულწილად უნივერსალურია. Maps of Meaning ცივი ომის დროს მოზარდი ჯორდანის გონებამ იმ საშინელი რეალობის გააზრების შედეგად შექმნა, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი საკუთარი იდენტობის დასაცავად პლანეტის განადგურების პირას იყო მისული. იგი თვლიდა, რომ ვალდებული იყო გაეგო, რატომ წირავდა ხალხი ყველაფერს მსხვერპლად ამ იდენტობას, როგორიც უნდა ყოფილიყო იგი.
ჯორდანს სურდა ღრმად ჩასწვდომოდა იმ იდეოლოგიებს, რომლებმაც ტოტალიტარულ რეჟიმებს მსგავსი ქცევისკენ, საკუთარი მოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგეს. Maps of Meaning-ში და აქაც ჯორდანი მკითხველებს მოუწოდებს უფრთხილდეს იდეოლოგიებს განურჩევლად იმისა, თუ ვინ ან რა მიზნით გახვევთ მათ თავს. იდეოლოგიები ფილოსოფიადან მეცნიერებად შენიღბული მარტივი იდეებია. მათი არსებობის მთავარი მიზანი სამყაროს სირთულის ადვილად ახსნა და მსოფლიოს სრულყოფის სხვადასხვა საშუალების თქვენთვის შემოთავაზებაა. იდეოლოგები ის ადამიანები არიან, რომლებიც ნაცვლად იმისა მათში გაბატონებული ქაოსის დაოკებაზე იზრუნონ, აცხადებენ, რომ იციან, როგორ აქციონ მსოფლიო უკეთეს ადგილად. მეომრის იდენტობა, რომელსაც მათ სწორად რომ იდეოლოგია აძლევთ, ამ ქაოსს ჩქმალავს. რაღა თქმა უნდა ეს ამპარტავნებაა. ამ წიგნში განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, პირველ რიგში საკუთარი სახლის მოწესრიგებაა. ჯორდანი პრაქტიკულ რჩევებსაც იძლევა, ეს როგორ შეიძლება გააკეთოთ. იდეოლოგები ჭეშმარიტი ცოდნის სუროგატია. ძალაუფლების მქონე იდეოლოგები საშიშ ადამიანებად იქცევიან. ცხოვრებისადმი მათი უგუნური და ყოვლისცოდნე დამოკიდებულება ყოფიერების სირთულეს არ შეესაბამება. მეტიც, როდესაც მათი სოციალური გამოგონებები არ მუშაობს, იდეოლოგები ამაში საკუთარი თავის გარდა ყველა სხვას ადანაშაულებენ, ვინც მათ ფუჭ მცდელობებს სწორად ხედავს. ტორონტოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული პროფესორი ლუის ფუერი თავის წიგნში იდეოლოგია და იდეოლოგები გვიხსნის, რომ იდეოლოგები იმავე რელიგიურ სიუჟეტებს იყენებენ, რომელთა ჩანაცვლებასაც ცდილობენ. უბრალოდ ისტორიებს მათი შინაარსისა და ფსიქოლოგიური სიმდიდრის განადგურებით სულ სხვა მიმართულებას აძლევენ. მაგალითად, კომუნიზმი ებრაელების ეგვიპტეში მოგზაურობის ამბავს დაესესხა. დაჩაგრული კლასი, მდიდარი ჯალათები, ლენინის მსგავსი დიადი ლიდერი, რომელიც საზღვარგარეთ მიდის დამონებულთა შორის ცხოვრობს და შემდეგ აღთქმული მიწისკენ, ანუ პროლეტარიატის დიქტატურის უტოპიისკენ მიუძღვის. იდეოლოგიის გასაგებად ჯორდანმა ბევრი რამ წაიკითხა არა მხოლოდ საბჭოთა ბანაკების, არამედ ჰოლოკოსტისა და ნაციზმის აღზევების შესახებაც. არასდროს შევხვედრი ვარ ქრისტიანად დაბადებულ ჩემი თაობის ადამიანს, რომელიც ესოდენ ძლიერ იტანჯებოდა იმის გამო, რაც ევროპაში ებრაელებს თავს გადახდათ და ამდენს წვალობდა და შრომობდა იმის ამოსახსნელად, თუ როგორ შეიძლებოდა მსგავსი რაღაც მომხდარიყო. ეს საკითხი მეც ღრმად მაქვს შესწავლილი, რადგან აუშვიცში დაღუპვას მამა ჩემიც გადაურჩა. ბებიაჩემი შუახნის იყო, როდესაც პირისპირ შეხვდა ნაცისტ ექიმს იოზეფ მენგელს, რომელიც მსხვერპლ ადამიანებზე ენით გამოუთქმელი სისასტიკის ექსპერიმენტებს ატარებდა. ბებია აუშვიცს იმის წყალობით გადაურჩა, რომ ბრძანებას არ დაემორჩილა, ჭაღარა დაუძლურებული მოხუცების რიგში არ დადგა და ნაცვლად ამისა ახალგაზრდებს შეერია. მეორედ გაზის კამერას იმის წყალობით დააღწია თავი, რომ საჭმელით მის საღებავში გადაცვალა, რათა მეტისმეტად ბებრული გარეგნობის გამო არ მოეკლათ. ბაბუაჩემი, მისი მეუღლე, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში კი არ დაიღუპა. გათავისუფლებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე მშრალი საკვების პირველსავე ლუკმის მიღებისას დაიხრჩო. ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ჩვენი დამეგობრები და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ჯორდანმა კლასიკური ლიბერალური პოზიცია აირჩია და სიტყვის თავისუფლებას დაუჭირა მხარი, ის მემარჯვენე ექსტრემისტებმა მემარჯვენე ფანატიკოსობაში დაადანაშაულეს. ნება მიბოძეთ ეს რა შემიძლია თავშეკავებულად თქვა. საუკეთესო შემთხვევაში ჯორდანის მბრალდებლებს ინფორმაციის მოძიებისას დიდი გულმოდგინება არც გამოუჩენიათ. მე კი პირიქით გამოვავლინე. ჩემნაირი ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანი ფანატიკოსი მემარჯვენეების ამომცნობ, უბრალო რადარს კი არა,
ნამდვილ მემარჯვენე ფანატიზმის ამომცნობ ჰიდროლოკატორს ფლობს. რაც მთავარია, მსგავსი ოჯახური ისტორიების წყალობით ადამიანების ამოცნობას სწავლობ. ხვდები, ვის რა აქვს ინფორმაციის სწორად გაგების უნარი. ასევე მსგავს შეხედულებებთან საბრძოლველად საჭირო ინსტრუმენტები, ძალა და გამბედაობა. ჯორდან პეტერსონის სწორად ასეთი პიროვნებაა. თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერებების მიერ ნაციზმის, ტოტალიტარიზმისა და ქსენოფობიის აღზევების გაგების მცდელობით გამოწვეული უკმაყოფილება იყო სწორედ ჩემი გადაწყვეტილების მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი. პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა ქვეცნობიერის დაკვირვების, ფსიქოანალიზის, ჯგუფური ფსიქოლოგიის რეგრესული პოტენციალის, ფსიქიატრიისა და ადამიანის ტვინის კვლევით ჩამენაცვლებინა. ჯორდანმაც იმავე მიზეზით მიატოვა ეს მიმართულება. ჩვენი ინტერესები მადლობა ღმერთს ერთმანეთს ემთხვეოდა. პასუხებზე ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის ერთი და იგივე კითხვები გვქონდა. ჩვენი მეგობრობა მხოლოდ პესიმიზმსა და სასოწარკვეთას როდი ეყრდნობოდა. ჩვევა მაქვს კოლეგა პროფესორების ლექციებს დავესწრო და ჯორდანის ლექციებზეც დავიწყე სიარული, რომელსაც ყოველთვის სრული ანშლაგი ჰქონდა. ის დავინახე, რასაც მილიონობით ადამიანი ახლა უკვე ონლაინ ხედავს, ბრწყინვალე ორატორი. ზოგჯერ ჯაზის შემსრულებელივით ლაპარაკობდა და საოცარ სიტყვიერ აკორდებს იღებდა. ხანდახან უდაბნოს მქადაგებელს ემსგავსებოდა. არა ვინმეს თავის სარწმუნოებაზე მოქცევის მცდელობით, არამედ იმით, რომ ენთუზიაზმით სავსე, მგზნებარე პიროვნება იყო და კარგად ყვებოდა. მაინც სადამდე შეიძლება მიგიყვანოს ცხოვრებაში ზოგიერთი იდეის რწმენამ თუ ურწმუნოებამ. შემდეგ იოლად გადაერთვებოდა მთელი რიგი სამეცნიერო კვლევების სისტემატიზაციაზე. სუნთქვის შემკვრელი სანახაობა იყო. ჯორდანი მართლაც ოსტატურად ახერხებს თავისი სტუდენტები დააფიქროს და აიძულოს, საკუთარი თავი და მომავალი სერიოზულად აღიქვან. ასწავლა, რომ უდიდესი წიგნებისთვის, რაც კი ოდესმე დაწერილა, პატივი უნდა ეცათ. თავისი კლინიკური პრაქტიკიდან არაერთი თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავდა ზომიერების ფარგლებში, საკუთარი თავისა და პირადი გრძნობების შესახებაც ლაპარაკობდა და ადამიანის გონებას, ევოლუციასა და რელიგიურ ისტორიებს შორის საინტერესო კავშირებს ამყარებდა. სამყაროში, სადაც სტუდენტებს იმას ასწავლიან, რომ რელიგია და ევოლუცია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, როგორც ამას რიჩარდ დოუკინსის ნაირი მოაზროვნეები მიიჩნევენ, ჯორდანი სტუდენტებს აჩვენებდა თუ როგორ შეუძლია ევოლუციას უძველეს ისტორიებში დაფარული, ღრმა ფსიქოლოგიური მიმზიდველობების და სიბრძნის ახსნა. გილგამეშიდან მოყოლებული ბუდას ცხოვრებამდე, ეგვიპტური მითოლოგიიდან ბიბლიამდე. მაგალითად აჩვენა, თუ როგორ აირეკლავს უცნობ გზაზე ნებაყოფლობით მოგზაურობის ისტორია, ეგრეთ წოდებული თავგადასავლების ძიება, იმ უნივერსალურ დავალებებს, რომელთა შესრულების მიზნითაც განვითარდა ჩვენი გონება. იგი ამ ისტორიებს პატივს სცემდა, არაფრით აკნინებდა და არასდროს ამტკიცებდა, რომ მათში ჩადებული სიბრძნე სრულად ჰქონდა შეცნობილი. თუ ისეთ თემებს განიხილავდა, როგორიც ცრურწმენა ან მასთან ემოციური კავშირის მქონე გრძნობები, ზიზღი და შიში, ან და სქესთა შორის არსებული სხვაობა, შეეძლო ეჩვენებინა მაინც როგორ განვითარდა და რატომ შენარჩუნდა მსგავსი ტენდენციები. უპირველეს ყოვლისა, ჯორდანი თავის სტუდენტებს ყურადღებას ამახვილებინებდა უნივერსიტეტში იშვიათად განხილულ თემებზე. როგორიცაა მაგალითად ისეთი მარტივი ფაქტი, რაც ანტიკური ხანის ყველა ადამიანმა, იქნებოდა ეს ბუდა თუ ბიბლიური ავტორი, იცოდა და ყველა დაღლილ დაქანცულმა ზრდასრულმაც იცის, რომ ცხოვრება მტანჯველია. სამწუხაროა თუ თქვენ ან ვინმე თქვენს გვერდით მყოფი იტანჯება. ვაი რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. დაბრმავებული პოლიტიკოსების და კორუმპირებული სისტემის. ან იმის გამო არ ვეწამებით, რომ თქვენ და მე, ისევე როგორც ყველას, შეგვიძლია საკუთარი თავი ვიღაცის ან და რაღაცის მსხვერპლად, სრულიად ლეგიტიმურად წარმოვაჩინოთ.
ტანჯვა მეტწილად მარტო იმის გამო გვაქვს გარანტირებული, რომ ადამიანებად გავჩნდით. შესაძლოა თქვენი საყვარელი ადამიანი ახლა რამით თუ არ იტანჯება, ამ გზის გავლა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მაინც მოუწიოს. თუ გასაოცრად არ გაგიმართლებთ. ყველაფერი რთულია. შვილების აღზრდა, შრომა, დაბერება, ავადმყოფობა, სიკვდილი და ჯორდანი ხას უსვამდა, რომ თუ კი ამ ყველაფრის გაკეთებას მოსიყვარულე ურთიერთობის, კეთილგონიერების ან უდიდესი ფსიქოლოგების გამჭრიახობით სარგებლობის გარეშე მთლიანად საკუთარ თავზე აიღებთ, ცხოვრებას ამით კიდევ უფრო გაირთულებთ. ამით თავის სტუდენტებს კი არ აშინებდა, პირიქით მის გულწრფელ საუბრებს გამამხნევებლად იღებდნენ, რადგან გულის სიღრმეში იცოდნენ, სიმართლეს ეუბნებოდა. ეს რომც არ განეხილათ, იცოდნენ, რომ ცხოვრებაში მათ გვერდით მყოფი ზრდასრული ადამიანებით ცდილობდნენ ისინი ყველაფრისგან დაეცვათ და გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ ტანჯვის შესახებ ლაპარაკს თუ გაექცეოდნენ, როგორღაც მათი შვილები ამას ასწდებოდნენ. აქ ჯორდანი კულტურათა გადამკვეთ თემას, ეგრეთ წოდებულ გმირის მითს შეეხებოდა, რომლის ფსიქოანალიტიკური მხარე ოტო რანკმა აღმოაჩინა. ფროიდის შემდეგ სწორედ მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა კულტურაში გმირების შესახებ შექმნილი მითები გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია. სხვათა შორის ეს იდეა კარლ იუნგმა, ჯოზეფ კემბელმა და ერიკ ნოიმანმაც წამოაყენეს. როცა ფროიდმა დიდი წვლილი შეიტანა ნევროზის ახსნაში და სხვა საკითხებთან ერთად სათანადო ყურადღება დაუთმო წარუმატებელი გმირის, მაგალითად ოიდიპოსის ფენომენის გაგებას, ჯორდანი პირიქით ძლევამოსილ გმირებზე იყო კონცენტრირებული. მის მონაყოლ გამარჯვების ყველა ამბავში გმირს უცნობი ტერიტორია უნდა გადაელახა, რაღაცისთვის თავი უნდა დაეღწია, დიდი ახალი ამოცანის წინაშე დამდგარიყო და უზარმაზარი რისკის წინაშე დაეყენებინა თავი. ამ პროცესში მასში რაღაც უნდა მომკვდარიყო. მას რაიმე აუცილებლად უნდა დაეთმო, რომ გამოწვევა მიეღო და ხელახლა დაბადებულიყო. ამ ყველაფერს კი გამბედაობა სჭირდებოდა. თვისება, რომელიც ფსიქოლოგიის ლექციაზე თუ სახელმძღვანელოში იშვიათად განიხილება. ჯორდანს თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერის საჯაროდ გამოთქმის და იმ ფენომენის წინააღმდეგ, რასაც მე ხმის ამოღების იძულებას ვუწოდებ, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს ძალას ატანს პოლიტიკური შეხედულებები გამოხატონ, თავისი პოზიციის დაუფარავად დაფიქსირებისას დასაკარგი ბევრი ჰქონდა და ეს კარგად იცოდა. მიუხედავად ამისა, ვნახე, რომ მან და ტემიმ არამხოლოდ წარმოუდგენელი სიმამაცე გამოავლინეს, არამედ ამ წიგნში მოცემული იმ წესებით აგრძელებენ ცხოვრებას, რომელთა ნაწილს შეიძლება ძალიან ბევრი მოთხოვნა სდევდეს. მომსწრე ვიყავი, როგორ იქცა ჯორდანი ამ წესებით ცხოვრების წყალობით ისედაც შესანიშნავი პიროვნებიდან კიდევ უფრო ძლიერ და თავდაჯერებულ ადამიანად. არსებითად, მას სწორად ამ წესებით ცხოვრებამდე წიგნის დაწერამ უბიძგა ხმის ამოღების იძულების წინააღმდეგ გაელაშქრა. ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს დაიწყო ცხოვრებაზე საკუთარი აზრების და ზოგიერთი წესის ინტერნეტ სივრცეში გაზიარება. YouTube-ზე 100 მილიონი ნახვა რომ დააგროვა, ვიცოდით, რომ ბევრს მოხვდა გულზე. წესებისადმი ჩვენს სიძულვილს თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეგვიძლია მის ლექციებზე ასეთი გამოხმაურება ახსნათ, რომლებიც სწორად წესებს გვიქადაგებს. ჯორდანის შემთხვევაში სოციალურ ქსელებში ყველას ყურადღება მისმა ქარიზმამ და საკუთარი პრინციპების დაცვის იშვიათმა მზადყოფნამ მიიპყრო. YouTube-ზე მისმა პირველივე ვიდეოებმა 100,000-ობით ნახვა მალე დააგროვა და ხალხმაც ჯორდანის მოსმენა განაგრძო, რადგან ყველაფერი, რასაც ამბობს, მათ ღრმა და გამოუთქმელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მიუხედავად ძლიერი სურვილისა წესებისგან გავთავისუფლდეთ, საბოლოოდ ყველანი მაინც სისტემას ვეძებთ. შიმშილის გრძნობა, რომელსაც დღესდღეობით ბევრი ახალგაზრდა წესების ან მინიმუმ სახელმძღვანელო მითითებების მიმართ განიცდის, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ამას თავისი მიზეზიც აქვს. მილენიალები, ყოველ შემთხვევაში დასავლეთში მაინც,
უნიკალურ ისტორიულ პირობებში ცხოვრობენ. ფიქრობ, ეს პირველი თაობაა, რომელსაც ზნეობრიობის შესახებ სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ორ ურთიერთგამომრიცხავ იდეას დაჟინებით უნერგავდნენ. ამას ძირითადად ჩემი თაობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. ამ წინააღმდეგობამ ისინი დააბნია და გაურკვევლობაში ჩააგდო. ხელმძღვანელობის გარეშე დატოვა და რაც უფრო ტრაგიკულია, ის სიმდიდრე წაართვა, რომელიც არც იცოდნენ, რომ გქონდათ. პირველი იდეა ან სწავლება იმაში მდგომარეობს, რომ ზნეობა ფარდობითია და საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ პირადი ღირებულებების საფუძველზე გავსჯით. ფარდობითობა იმას ნიშნავს, რომ არაფერია აბსოლუტურად სწორი ან არასწორი, რომ ზნეობრიობა და მასთან დაკავშირებული წესები მეტწილად ჩვენივე პირად მოსაზრებებსა და შემთხვევითობებზეა დამოკიდებული. დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ჩარჩოებიდან, როგორიცაა მაგალითად პიროვნების ეთნიკური კუთვნილება, მისი აღზრდა, კულტურა ან რაიმე ისტორიული მომენტი, რომლის დროსაც დაიბადა. სხვა არაფერია თუ არა დაბადების გარემოება. ამ არგუმენტის თანახმად, რაც ახლა მყარი შეხედულებაა, ისტორია გვასწავლის, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ტომებს, ერებს და ეთნიკურ ჯგუფებს ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება. დღეს მემარცხენე პოსტმოდერნისტები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ კონკრეტული ჯგუფის ზნეობა სხვა არაფერია თუ არა რომელიმე სხვა ჯგუფის მიმართ ძალის გამოყენების მცდელობა. ასე რომ ყველაზე კარგი, რაც ალბათ შეგიძლიათ გააკეთოთ მაშინ, როდესაც უკვე აშკარა გახდა, რამდენად პირობითია თქვენი და საერთოდ საზოგადოების ზნეობრივი ფასეულობები, იმ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის გამოჩენა, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ ან სულ სხვა გარემოცვას მიეკუთვნებიან. ტოლერანტობაზე აქცენტის გაკეთება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგი იმასაც ფიქრობს პიროვნების დამახასიათებელი ყველაზე ცუდი თვისება ალბათ გაკიცხვა. რადგან არ ვიცით რა არის სწორი და რა არასწორი, სადაა ტყუილი და სად სიმართლე. არ შეგვიძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. გამოდის, რომ ყველაზე არასწორი რამ, რაც შეუძლია მოზრდილ ადამიანს გააკეთოს, ახალგაზრდისთვის რჩევის მიცემაა, როგორ უნდა იცხოვროს. ასე და ამგვარად მთელი თაობა გაიზარდა დამოძღვრის გარეშე. ისეთი რამის უსწავლელი, რასაც აპრობირებულად პრაქტიკული სიბრძნე ეწოდა. და რითაც წინა თაობები ხელმძღვანელობდნენ. მილენიალები, ვისაც ხშირად ეუბნებია, რომ საუკეთესო განათლება აქვთ მიღებული, საკმაოდ სერიოზული ინტელექტუალური და მორალური უგულებელყოფის მსხვერპლნი არიან. ჩემი და ჯორდანის თაობის რელატივისტებმა, რომელთაგან ბევრი მათი ლექტორი გახდა, გადაწყვიტეს, რომ ათასობით წლის მანძილზე ნაგროვები ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიძინოს ზნეობა, გაეუფასურებინათ. წარსულის გადმონაშთად მოიხსენიეს. მასზე უარი თქვეს არარელევანტურად და შემდეგ შემავიწროვებლადაც კი მიიჩნიეს. იმდენად დიდ წარმატებას მიაღწიეს, რომ დღეს სიტყვა ზნეობა მოძველებულად გვეჩვენება და ვინც მას იყენებს, ანარქისტულად ზნეობრივი და თვითკმაყოფილი. ღირსების შესწავლა მთლად ზნეობრიობის, ანუ სწორისა და არასწორის, სიკეთის და ბოროტების კვლევაც როდია. არისტოტელემ ღირსება განსაზღვრა როგორც ქცევა, რომელიც ცხოვრებაში ბედნიერების პოვნაში ყველაზე მეტად შეგიწყობთ ხელს. აი მანკიერება კი მისი აზრით ქცევის ის გზაა, რომლით სიარულიც ბედნიერების პოვნაში ნაკლებად დაგეხმარებათ. არისტოტელე ღირსებასა და მანკიერებას თავის წიგნში იკვლევდა ნიკომაქეს ეთიკა. ნაშრომი გამოცდილებასა და დაკვირვებას უფრო ეყრდნობოდა, ვიდრე იმის გამოცნობის მცდელობას, თუ რა იყო ბედნიერება ადამიანისთვის. ღირსებასა და მანკიერებას შორის განსხვავებაზე მსჯელობა ეს სიბრძნის გამოჩენის ნიშანია, რაც არასდროს შეიცვლება. თანამედროვე რელატივიზმი იმის მტკიცებით იწყება, რომ შესაძლებელია განსაჯო,
როგორ იცხოვროს ადამიანმა, რადგან ჭეშმარიტი სიკეთე და ნამდვილი ღირსება არსად არ არსებობს და ერთიც და მეორეც ფარდობითია. ამგვარად რელატივიზმის თვალსაზრისით ღირსებასთან ყველაზე ახლოს შემწყნარებლობაა. მხოლოდ ტოლერანტობით თუ შეიძლება სხვადასხვა ჯგუფის სოციალური გაერთიანება. ეს თუ გვიხსნის ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებისგან. ამგვარად Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ყველას თქვენს ღირსეულობას უჩვენებთ. ეუბნებით, რამდენად ტოლერანტული, ღია და თანაგრძნობით სავსე ხართ. შემდეგ მოწონებას ელოდებით. ივიწყებთ, რომ ხალხისთვის იმის თქმა თუ რამდენად ღირსეული ხართ ღირსების მაჩვენებელი სულაც არ არის. ეს უკვე თვითრეკლამირებაა. ღირსების ქონის შესახებ ყვირილი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მანკი უფროა. სხვა ადამიანების შეხედულებების მიმართ შეუწყნარებლობის გამოჩენა, როგორი უმეცარი და არათანმიმდევრულიც უნდა იყოს, მხოლოდ არასწორი როდია. სამყაროში, სადაც სწორი და არასწორი არ არსებობს, ეს კიდევ უფრო უარესია, რადგან იმის ნიშანია, რომ მიამიტიან საშიში ხართ. თუმცა, როგორც ჩანს, ვაკუუმში ყოფნის ატანა ცხოვრებისთვის თანდაყოლილი, მაგრამ ზნეობრივი რელატივიზმით მეტად გამძაფრებული ქაოსის მოსმენა ბევრს არ შეუძლია. მორალური კომპასის გარკვეული იდეალის გარეშე, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდნენ. ვერაფრით ცხოვრობენ. რელატივისტებისთვის იდეალებიც ფასეულობებია და როგორც მათი ყველა სხვა ფასეულობა პირობითია. ამ ფასეულობების გამო მსხვერპლის გაღება ნამდვილად არ უღირთ. ასე რომ რელატივიზმთან ახლოს ჩვენ ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთილებას. ამასთან ზნეობრივი რელატივიზმის საპირისპირო კონცეფციებსაც აღმოვაჩენთ. იდეოლოგების ბრმა რწმენას, რომ მათ ყველა საკითხზე აქვთ პასუხი. ასე და ამგვარად მეორე სწავლებამდეც მივედით, რომელსაც მილენიალებს თავს ახვევდნენ. ისინი, რაც კი ოდესმე დაწერილა ყველა უდიდესი წიგნის შესასწავლად, ლიბერალური ხელოვნების ჰუმანიტარულ კურსებზე რეგისტრირდებიან, მაგრამ მათ წიგნებს კი არ ასწავლიან, არამედ მათზე იდეოლოგიურ თავდასხმებს ახორციელებენ, რაც საშინელ რაციონალიზაციას ეყრდნობა. მაშინ, როცა რელატივისტს გაურკვევლობა აწუხებს, იდეოლოგი პირიქითაა, ყველას მკაცრად განსჯის, უაღრესად კრიტიკულია, ყოველთვის იცის რა სჭირცხვებს ცუდი და ამას რა შეიძლება მოუხერხოს. ზოგჯერ ისეც ჩანს, რომ დღევანდელ რელატივისტურ საზოგადოებაში ერთადერთი, ვისაც ვინმესთვის რამე რჩევის მიცემა სურს, ისეთი ადამიანია, ვისაც ყველაზე ნაკლების შემოთავაზება შეუძლია. თანამედროვე მორალურ რელატივიზმს მრავალი წყარო აქვს. როცა დასავლეთში ისტორია ღრმად შევისწავლეთ, მივხვდით, რომ სხვადასხვა ეპოქას განსხვავებული მორალური კოდექსი ჰქონდა. თაბარის შემოვლისას შორეულ კონტინენტებზე მრავალი ტომი აღმოვაჩინეთ, რომელთა განსხვავებულ ზნეობრივ კოდექსებს აზრი მხოლოდ მათ საზოგადოებრივ წყობილებაში ჰქონდა. თავისი როლი მსოფლიო რელიგიურ შეხედულებებზე შეტევით მეცნიერებამაც ითამაშა. ეთიკისა და წესების არსებობის ნებისმიერი რელიგიური საფუძველი შეარყია. მატერიალისტური სოციალური მეცნიერების წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ შეიძლებოდა სამყარო ობიექტურ და რეალურ ფაქტებად და სუბიექტურ და პიროვნულ ფასეულობებად დაგვეყო. ამის შემდეგ შეგვეძლო უპირველეს ყოვლისა ფაქტებზე შევთანხმებულიყავით და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღესაც ეთიკის მეცნიერული კოდექსით შეგვექმნა. ეს დღე ჯერაც არ დამდგარა. გარდა ამისა, იმის მტკიცებით, რომ ფასეულობები მყარ ფაქტებზე ნაკლებად რეალურია, მეცნიერება მორალურ რელატივიზმს კიდევ რაღაც შესძინა, რადგან განიხილავდა ღირებულებებს როგორც რაღაც მეორე ხარისხოვანს. თუმცაღა შეხედულება, რომ შეგვიძლია ცალკეული ფაქტები ღირებულებებისგან როგორმე გავმიჯნოთ, გარკვეულწილად გულუბრყვილო იყო, რადგან სწორედაც პიროვნების ფასეულობები განსაზღვრავს, რას მიაქცევს ის ყურადღებას და რას მიიჩნევს ფაქტად. ის, რომ სხვადასხვა საზოგადოებას განსხვავებული წესები და ზნე-ჩვეულებები აქვს,
ძველ მსოფლიოშიც ცნობილი იყო. საინტერესოა იმის შედარება, თუ როგორი იყო ამაზე რეაგირება უწინ და როგორია ახლა, მაშინ როცა რელატივიზმი, ნიჰილიზმი და იდეოლოგია გვაქვს. როცა ძველი ბერძნები ინდოეთში ან სხვაგან მიცურავდნენ, ხედავდნენ, რომ წესები, ზნეჩვეულებები და ადათები ყველგან განსხვავებული იყო. კარგის და ცუდის, ტყუილის და მართლის გაგება წინაპრების გავლენის საგანი იყო. ბერძნებმა ამას არასასოწარკვეთით, არამედ ახალი გამოგონებით, ფილოსოფიით უპასუხეს. ნაცვლად იმისა ნიჰილისტი, რელატივისტი ან იდეოლოგი ყოფილიყო, სოკრატემ კონფლიქტური ზნეობრივი კოდექსების აღმოჩენით გაურკვევლობას უპასუხა და გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება იმ სიბრძნის ძიებისთვის დაეთმო, რითაც ამ განსხვავებების არსებობის ახსნას და გამართლებას შეძლებდა. ასე გამოიგონა ფილოსოფია. იგი მთელი ცხოვრება რთულ ფუნდამენტურ კითხვებს სვამდა. რა არის ღირსება? როგორ ვიცხოვროთ კარგად? რა არის სამართლიანობა? სხვადასხვა მიდგომას აანალიზებდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა, თუ რომელი იყო ყველაზე ლოგიკური და ადამიანის ბუნების შესაბამისი. ჯერა რომ მსგავსი კითხვები ამ წიგნსაც ააცოცხლებს. იმის აღმოჩენას, რომ სხვადასხვა ადამიანს სწორად და არასწორად ცხოვრებაზე განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, ჩვენი წინაპრები არ გაუტეხია. ადამიანობის მათეული გაგება გააღრმავა და სიამონების მომგვრელი არაერთი მსჯელობის წყაროდ იქცა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო. ანალოგიურად არისტოტელეც არ ჩაუგდია სასოწარკვეთში ზნეობრივ კოდექსებს შორის არსებულ განსხვავებებს. ამტკიცებდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას კონკრეტული წესები, კანონები და ადათები განსხვავდებოდა, ადამიანის ბუნება ყველგან, სადაც იყო თავისი წესები, კანონები და ადათები შემოეღო, არ იცვლებოდა. თანამედროვე ენით რომ თქვა, ადამიანები თითქოს ბიოლოგიურად არიან დაპროგრამებული. იმდენად ზრუნავენ ზნეობაზე, რომ ყველგან, სადაც უნდა იყვნენ, კანონებისა და წესების სისტემას ქმნიან. ის იდეა, რომ ადამიანის ცხოვრება ოდესმე შესაძლოა მორალურობის, წნეხისგან გათავისუფლდეს, სხვა არაფერია თუ არა ფანტაზია. წესების გენერატორები ვართ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზნეობრივი ცხოველები ვართ, რა გავლენა შეიძლება გქონდეს ჩვენზე მარტივ და თანამედროვე რელატივიზმს? ეს ნიშნავს, რომ ვცდილობთ ისინი ვიყოთ, რაც სინამდვილეში არ ვართ და ამით ისევ საკუთარ თავს ვაბრკოლებთ. უცნაური ნიღბები გვიკეთია, რომლის მტარებელი უფრო ხშირად ტყუდება. ყველაზე ჭკვიანი პოსტმოდერნისტ რელატივისტი პროფესორის ახლთახალი მერსედესი გასაღებით კარგად დაკაწრეთ და ნახავთ, რამდენად სწრაფად მოიხსნის რელატივიზმის ნიღაბს. თვალთმაქცობა, რომელიც გვეუბნება, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი დამოკიდებულება და ტოლერანტობის მანტიას. რადგან თანამედროვე მეცნიერებებზე დაფუძნებული ეთიკა ჯერ კიდევ არ გვაქვს, ჯორდანი არ ცდილობს ყველაფერი სუფთაფურცლიდან დაიწყოს და თავისი წესები შექმნას. ათასწლეულების სიბრძნეს არ უარყოფს, უბრალოდ სრურწმენას არ იხმობს და არც ჩვენს უდიდეს ზნეობრივ მიღწევებს უგულებელყოფს. უკეთესია, რასაც ახლა ვსწავლობთ, იმ წიგნებთან გავაერთიანოთ, ადამიანთა მოდგმამ საუკუნეების მანძილზე შენახვის ღირსად რომ მიიჩნია. ასევე იმ ისტორიებთან, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად მეხსიერებას შემორჩა და დრომ ვერაფერი დააკლო. იგი იმას აკეთებს, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ხელმძღვანელი. არ ამტკიცებს, რომ ადამიანური სიბრძნე მისით იწყება ან მისით სრულდება. პირველ რიგში საკუთარი პრინციპებით ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში სერიოზული თემებია განხილული, ჯორდანი, როგორც ამას თავების სათაურებში ნახავთ, მათი მარტივად ახსნით სიამოვნებას იღებს.
იგი არ თulis, რომ შეუძლია ყველაფერზე ამომწურავად ისაუბროს. ზოგჯერ წიგნის თავები უბრალოდ მისი გაგებით ჩვენი ფსიქოლოგიის განხილვას მოიცავს. მას რატომ არ უნდა უწოდოთ მის ნაშრომს რეკომენდაციების წიგნი? ეს ხომ წესებზე ბევრად ნაკლებად მკაცრად და უფრო მეგობრულად ჟღერს. იმიტომ რომ ეს მართლა წესებია და მათ შორის უპირველესია ის, რომ თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. შეიძლება იფიქროთ, რომ ის თაობა, რომელსაც იდეოლოგი მასწავლებლებისგან ყურში გამუდმებით ჩაესმოდა მისი უფლებებისა და ისევ უფლებების შესახებ, გააპროტესტებდა, როცა ეტყოდნენ, რომ უფლებებზე კონცენტრირების ნაცვლად სჯობდა პასუხისმგებლობაზე აეღო ორიენტაცია. იმ თაობის მილიონობით წარმომადგენელი, რომლის უდიდესი ნაწილიც პატარა ოჯახებში აღიზარდა, სადაც მშობლები ყველაფრისგან იცავდნენ რბილი ზედაპირის მქონე სათამაშო მოედნებზე და უსაფრთხო სივრცეებად მიჩნეულ უნივერსიტეტებში ამწესებდნენ, სადაც შეეძლოთ არ მოესმინათ ის, რისი გაგონებაც არ უნდოდათ და თავიდან ყველანაირი რისკის არიდებას ასწავლიდნენ. განაწყენებულია იმით, რომ მათი გამძლეობა სათანადოდ ვერ შეაფასეს. ჯორდანის შეტყობინება, რომ ყველას აქვს უზენაესი პირადი ვალდებულება, სრულყოფილი ცხოვრებისთვის საკუთარი სახლი უნდა დაალაგოს და მხოლოდ მაშინ, თუ შეუძლია თავზე უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღება, ის ამას მიიღებს. ახალგაზრდების ემოციურ რეაქციებს ხშირად მიუყვანი ვართ ცრემლებამდე. წესები ზოგჯერ საკმაოდ დიდ მოთხოვნას შეიცავს. მათი დაცვა თქვენგან რთული პროცესის დაწყებას მოითხოვს. ეს დროთა განმავლობაში თქვენს თვალსაწიერს გააფართოვებს. ამისთვის, როგორც უკვე ვთქვი, გარისკვა და უცნობი რაღაცისკენ სვლა ასაჭირო. ამჟამინდელი თვითმყოფადობის ფარგლებს მიღმა გასვლა თქვენგან მაღალი იდეალების განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევასა და მათ მიხედვით მოქმედებას მოითხოვს. შეიძლება დარწმუნებულიც არ იყოთ, რომ მათ ოდესმე მისწვდებით. თუ კი გაურკვეველია, რამდენად რეალურია ჩვენი იდეალების მიღწევა, რატომ წვალობთ, რატომ წუხდებით, რატომ ცდილობთ დაჟინებით მათ მიღწევას? იმიტომ, რომ მათ თუ არ მიყვებით, ნამდვილად ვერასდროს იგრძნობთ იმას, რომ თქვენს ცხოვრებას რაიმე მნიშვნელობა აქვს. და ალბათ იმიტომ, რომ რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, გულის სიღრმეში ყველას გვსურს, რომ განგვსაჯონ. დოქტორი ნორმან დოიჯი, წიგნის The Brain That Challenges Itself, ავტორი.